ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს რწმენების პრეჯუდისების შესახებ. სლაიდზე არის წარმოდგენილი რამდენიმე განმარტება, ჩვენ უკვე გვქონდა ამ თემაზე საუბარი და ამიტომაც რა თქმა უნდა, უბრალოდ გვქონდა საუბარი დეფინიციებზე, ჩვენ მოვახდინეთ დეფინიცია პრეჯუდისის, დისკრიმინაციის, სტერეოტიპის, რასიზმის, სექსიზმის, ამიტომაც რა თქმა უნდა, ეხლა ამ საკითხს არ შევეხებით. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც ჩატარდა 1997 წელს. ექსპერიმენტი ჩაატარა ბლასკოვიჩმა და ასევე მისმა თანამშრომლებმა ერთად ჩაატარეს მათ ეს ექსპერიმენტი. სტუდენტების ჯგუფს შესავსებად მისცეს სკალა, რომელიც ზომავდა მათ დამოკიდებულებას აფროამერიკელების მიმართ. ამ შეფასებებზე დაყრდნობით ამ სკალის გამოყენების საფუძველზე ცდისპირების ერთი ჯგუფი გადანაწილდა კლასში, რომელსაც ეწოდა ცრურწმენების მქონეთა კლასი, ხოლო მეორე ცდისპირთა მეორე ჯგუფი გადანაწილდა კლასში, რომელსაც ეწოდა პრეჯუდისების არ მქონეთა კლასი. ესე იგი, ცდისპირებს შორის გამოიყო ჯგუფი, რომელთაც ჰქონდათ პრეჯუდისი, გააჩნდათ პრეჯუდისი, ახასიათებდათ პრეჯუდისი და იყო მეორე კლასი, მეორე ჯგუფი, რომელთაც არ ჰქონდათ პრეჯუდისი, არ ჰქონდათ ასეთი ცრურწმენები აფროამერიკელების მიმართ. შემდეგ ორივე ჯგუფის ცდისპირებს, ესენი იყვნენ სხვათა შორის სტუდენტები, მინდა ხაზი გაუსვა, შემდეგ მათ სთხოვეთ დაეთვალიერებინათ ფოტოების სერია, რომლებზეც იყო სახეები, ადამიანების სახეები გამოსახული და უნდა ხმამაღლა ეთქვათ, როდესაც გამოჩნდებოდა თქვა თეთრკანიანი, რომ ეს არის თეთრკანიანი და როდესაც თქვა არ იქნებოდა თეთრკანიანი, უნდა ეთქვათ, რომ ეს არის შავი. ძალიან ლაკონურად ისინი ამბობდნენ თეთრკანიანის შემთხვევაში თეთრი, ფერადკანიანის შემთხვევაში შავკანიანის შემთხვევაში შავი. ზოგიერთი სახის კლასიფიცირება იყო საკმაოდ რთული. არ იყო იოლი, ასე თქვა, ზოგიერთ შემთხვევაში ზუსტად განსაზღვრა თუ რომელ რასას მიეკუთვნება ფოტოზე გამოსახული ადამიანი. და მკვლევარებს ჰქონდათ ასეთი ჰიპოთეზა, რომ ცრურწმენების მქონე ადამიანები უფრო გულმოდგინედ მოეკიდებოდნენ სწორი რასობრივი შეფასების გაკეთებას და მკვლევარებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ცრურწმენების მქონე სტუდენტები უფრო მეტ დროს დაუთმობდნენ ორაზროვანი სახეების კლასიფიცირებას. ფაქტობრივად კი მართლაც ასეთი შედეგი იქნა მიღებული. ცრურწმენების მქონე სტუდენტებმა თითოეული ორაზროვანი სურათის ამოცნობაზე ერთი წამით მეტი დრო დახარჯეს, ვიდრე მათ, ვისაც არ გააჩნდა რასობრივი ცრურწმენები. ეს ექსპერიმენტი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცრურწმენების მქონე ადამიანებისთვის სხვა ადამიანების კლასიფიცირება ჩვენებად და სხვებად. მათი დაყოფა ორ, ასე ვთქვათ, რადიკალურ კლასად. ბოლო დროს მკვლევარებმა შეძლეს უფრო ზუსტად აღენუსხათ ცრურწმენების არ ქონა, რაც გამოიხატა იმით, რომ ასეთი ადამიანები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ადამიანებს შორის განსხვავებებს. ეს გახლავთ ფილიპსის და ზილერის გამოკვლევა, რომელიც ჩატარდა 1997 წელს. ადამიანებს, რომლებსაც მაღალი ქულები აქვთ უნივერსალური ორიენტაციის სკალაზე, ისეთი ტიპის დებულებებზე დათანხმების ტენდენცია ახასიათებთ, როგორიცაა და აი დებულების მაგალითი. როდესაც ვინმეს ვხვდები, ვცდილობ განსაზღვრო მსგავსება ჩემსა და მათ შორის და ისინი უარყოფენ ისეთ დებულებებს, როგორიცაა დებულების მაგალითი, ბევრი რამის თქმა შემიძლია ადამიანზე, თუ ვიცი, რა სქესის არის ის. ამგვარად, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია სამყაროს შიდა და გარე ჯგუფებად დაყოფის ტენდენციის დაძლევა. ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად სწრაფად მივყავართ ცრურწმენებს ადამიანების ჩვენ და ისინი ჯგუფებად დაყოფამდე. ახლა კი ჩვენ გადავალთ შემდეგ საკითხზე და ვისაუბრებთ სტერეოტიპების ეფექტების შესახებ. შესაძლებელია სოციალური კატეგორიზაციის ძალის გამოყენება მრავალი სახის სრურწმენის საწყისის ასახსნელად. იმისათვის, რომ ავხსნათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე სრურწმენების გავლენა, ჩვენ უნდა ავხსნათ მეხსიერების ის სტრუქტურები, რომლებიც
მნიშვნელოვნად ამყარებენ მათ. კერძოდ კი უნდა ვისაუბროთ სტერეოტიპების შესახებ. მაშინ სტერეოტიპი ეს არის აი როგორც ჩვენ ვხედავთ, აქ არის წარმოდგენილი სლაიდზე და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან დაკავშირებული განზოგადებები, რომლებიც გარკვეულ მახასიათებლებს მიაწერენ მთელ ჯგუფს. სტერეოტიპები წარმოადგენს ადამიანების გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებულ განზოგადებებს, რომლებიც გარკვეულ მახასიათებლებს მიაწერენ მთელ ჯგუფს. უეჭველია, რომ ჩვენ სტერეოტიპების ფართო სპექტრს ვიცნობთ. მაგალითად, რა შეხედულებები გვაქვს სხვადასხვა ეთნოსებზე, ვთქვათ, ფრანგებზე, ინგლისელებზე, რუსებზე, ქართველებზე და სხვა, ქალებზე თუ კაცებზე. სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებზე, მაგალითად, ებრაელებზე, მართლმადიდებლებზე, კათოლიკებზე, აზიელებზე, მაგალითად, აფრიკელებზე და სხვა და სხვა. და საინტერესოა თუ აი ჩვენი შეხედულებები ამ ადამიანებთან დაკავშირებით რა ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ქცევაზე, ჩვენს დამოკიდებულებაზე ამ ადამიანებთან მიმართებით. სტერეოტიპები ძლიერად ერთვებიან ეგრეთ წოდებულ მოლოდინებში და ისინი ხშირად უწყობენ ხელს იმ სიტუაციების წარმოქმნას, რომლებიც იმ სიტუაციების შექმნას, როდესაც ადამიანები თვითონ აგებენ საკუთარ სოციალურ რეალობას. საინტერესოა, რა როლს ასრულებენ სტერეოტიპები იმ შეფასებით მსჯელობებში, რომლებიც სოციალურ გარემოში რაიმეს არსებობას ეხება. ადამიანები მონაცემების ნაკლებობის საკუთარ სტერეოტიპებიდან გამომდინარე ინფორმაციით შევსების ტენდენციით ხასიათდებიან. მე არ ვაპირებ, მაგალითებს მოვიყვან, ესეთი შეხედულებების, მე არ ვაპირებ მანქანაში ჩავჯდე აზიელთან ერთად. იმიტომ რომ აზიელი ძალიან ცუდი ბრძოლია და უბრალოდ საშიშია მასთან ერთად მგზავრობა. ეს არის ტიპიური, თქო, სტერეოტიპი. ასევე ადამიანებს შეუძლიათ არ აქვს მნიშვნელობა იციან თუ არა სტერეოტიპული ინფორმაციის ქცევითი დადასტურებისათვის გამოყენებაც. მაგალითად, თუ თქვენ ასაბუთებთ, რომ ებრაელები ცუდი მეგობრები არიან, თქვენ არასოდეთ მისცემთ მათ შესაძლებლობას, რომ საწინააღმდეგო დაგიმტკიცონ. ამაზე უარესი ისაა, რომ გაიმყარებენ თუ არა საკუთარ მოსაზრებებს, ადამიანები აღარაფრად აგდებენ სხვების მათი სტერეოტიპებისათვის შეუსაბამო მოსაზრებებს. მოდით აი ვისაუბროთ არაპოპულარული სტერეოტიპის შესახებ, შეუსაბამო ინფორმაციის შესახებ. რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, რომლის ნაწილიც ამყარებს ჩვენს შეხედულებებს, მეორე კი ეწინააღმდეგება მას. ერთ-ერთ კვლევაში ექსპერიმენტატორებმა სტუდენტები დაყვეს ორ კატეგორიად. ეს იყო ჰომოსექსუალიზმის მიმართ ძლიერი და სუსტი სრულწმენების მქონე ჯგუფები. ესე იგი, ერთი იყო ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა ჰომოსექსუალიზმის მიმართ ძალიან ძლიერი სრულწმენა, ძლიერი პრეჯუდისი და მეორე ჯგუფის წევრებს ჰქონდათ ჰომოსექსუალიზმის მიმართ, ჰომოსექსუალობის მიმართ შესაბამისად სუსტი პრეჯუდისი. ამის შემდეგ თითოეული სტუდენტი თანმიმდევრობით კითხულობდა ორ მეცნიერულ ნაშრომს ჰომოსექსუალიზმის შესახებ. ერთ ნაშრომში მოცემული იყო სტერეოტიპის შესაბამისი დასკვნა, რომ ჰომოსექსუალიზმი უნდა შეფასდეს სქესთა შორის ქცევებთან მიმართებაში. მეორეში კი სტერეოტიპის საწინააღმდეგო დასკვნა იყო წარმოდგენილი, რომ ჰომოსექსუალიზმი არ უნდა იქნეს შეფასებული სქესთა შორის ქცევებთან მიმართებაში. როდესაც ორივე ჯგუფის სტუდენტები აფასებდნენ ორივე ნაშრომის მეცნიერულ დონეს, მათ მაღალი შეფასება მისცეს იმ ნაშრომს, რომელიც შესაბამისად ემთხვეოდა მათ და შეესაბამებოდა მათ შეხედულებას. მაგალითად, ძლიერი სრულწმენების მქონე ცდისპირებმა უფრო მეტი მეცნიერული
ღირსება მიაწერეს იმ ნაშრომს, რომელიც განამტკიცებდა სქესთა შორის სტერეოტიპს. მეტიც, ამ ორი ნაშრომის წაკითხვის შემდეგ, რომლებიც ფაქტობრივად მხოლოდ აბალანსებდნენ ერთმანეთს, სტუდენტებმა დაადასტურეს, რომ მათ განუმტკიცდათ საკუთარი აზრის სისწორის რწმენა. ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ინფორმაცია არ ამცირებს სრულწმენებს. ადამიანებს გააჩნიათ მიდრეკილება, მნიშვნელობა არ მიანიჭონ იმ ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება მათ მთავარ სტერეოტიპებს.